ნიავი არ გვაქვს. როგორც ყოველთვის ეს პრობლემა არის აქ რა და ძალიან ცუდია ვერც სვლას ალაგებენ. ანზორ გადავიდეთ ნელა და მოუტრიალდეთ იქეთ წავიდეთ. მაგრამ არა უშავს რა. რაც არის ეს არის ეს გამოსტილი ძაღლებისთვის არ არის პრობლემა და ახალგაზრდა ლეკვებს აუცილებლად ჭირდებათ ნიავი აუცილებლად. სადაა ძაღლს ვერ ხედავ. ვერ ხედავ. აქ გამო არა ეგერა. ნიავი აქვს წინიდან. მოდი ნაბულზია დორა მოიწი ანზუ. არა კუც. არა რაღაცას მიყვება თან ნიავი წინიდან აქ. ხორა. ოკეი. 30 წამზე მეტი თუ გაჩერდა ნაბულში ითვლება რა და 3 ნაბულზე მოხსნიან. წამო იქ ჩავიდეთ, აი ხმა ისვის იქედა. წამო, ოტრიალდინა. მოდი აქ. წამო. მან ჯეჯილია, ხო? გამოდი აქ. რაც დაუტრიან. აქ უნდა იყოს ეს. ფუ, ნუ კეკავ, დავიდან. Sana ბალახი გასდილი და უკვე ნელიცა სიარული რა. თან ნიავი როცა არ არის ძნელია უკვე. პრინციპად შეხვდა ძალიან ხშირი და დიდი გახდა ბალახი რა, მაგრამ არა უშავს. აქ უნდა ვიპოვოთ აუცილებლად. ნახოთ. რამდენია ცუთ დავდივართ, 2 ღალღა ვნახეთ, მაგრამ ნაბულით ვერ ამოიყვანეს რა. წერი გვინდა, წერი გვჭირდება. წელს ძალიან ბევრი ღალღაა რა. კიდე მიუტრიალდა რა. თავი, ხო? კუთკუთის ხმა ისე ისვის როგორც არასდროს ამეური ხმებია. რა კიდე ღალღა არის. ფუ, დანები, წავიდა.
წამო, მოდი. წამო, დაანებით. Stop! არჩი ადგილზე. Stop! ჩემთან. ჩემთან ნინა. გვერდზე. Sit. ნაბული ვერ მოასწრეს. დამთავრებელი მუშაობა იყო, მაგრამ ადგილზე დარჩა და მუშაობას ჩაითვლევოდა, გადამჯდარს ვნახავ აბა. Დამო აი გადაჯდა იქნება გადამჯდარი. ხუი ამოვიყვანოთ. ოიყვანი აზო რაკეთ გადმოჯდა ერთი. მოდი. ერთი მუშაობა გვინდა რა, ვნახოთ. ხო? არა, ერთი გადმოჯდა, იქა ამოვიყვანო და წამოვალ მაგ. გადამჯდარზე მიმყავს. აჰა. გადამჯდარი ნაბულზეა ყოჩახნია. წინ. Hadi. Perfect. Bir yerde kargının Andarman. Ara, თავის აბეცა ანთარი შესვიდნენ წავიდო აი stop Stop, მოდია. ჩაჯდა იქან. წამ. მოდი, წამ. სადღაც აქეთ გადმოჯდა. სუსტად ვერ დავინახე სად, მაგრამ იქნებ წავეწყდეთ და მივადგეთ, აბა. ნახოთ თუ იპოვის თუ არა გავაგრძელებთ გზას. აი ეს კარგი ხელსაწყო ვიყიდე ძალიან კაი ვიდეო დადო ამასთან დაკავშირებით. ავთო კახიძემ შეგიძლიათ ნახოთ მის გვერდზე. ძალიან პრაქტიკულია და უსაფრთხოა, ანუ არ ჯარიმა არც არაფერი ამაზე არ მოგიწევს მიუხედავად იმისა, რომ ეს მეორეც დამაქვს ძველი რუსული, მაგრამ ეს შეიძლება ჩამოგართვა გაწვალონო რა, ამიტომ ძალიან პრაქტიკულია რა. ერთი რაც არის ამის მინუსი, რომ ორ სროლას ზედიზედ ვერ ვახორციელებ. თორე ერთი სროლისთვის ძალიან კაია რა. ლეკვების საგეშად არის იდეალური. ნორმალური ხარისხია, ფასიც არა აქვს ძვირი. 60 ლარი ღირს რუსთავში კეთდება, თუ იმას დაგაინტერესებთ, დაგაკონტაქტებთ ამ ადამიანს და შეგიძლიათ შეიძინოთ, ძალიან პრაქტიკულია რა.
ხო, ხმა აქვს იდეალური. ძალიან კარგი ხმა აქვს. იგივე ხმა აქვს, რაც სხვა სასიგნალო იარაღს და რა ვიცი, კარგია რა. პატარაა, კომპაქტურია და სატარებლად ვეროდ იოლია რა. ჩქარა მიდიხარ მე ამ დროს. Stop! Stop! მოკიდე თოქს ხელი. როცა გამოიკიდე რომ მაშინ ეცადე რომ მანამდე არ. მიდი ძინ. დი. Stop! Stop! შვენიერი, აგ. აჯექი. მოდი აქ ჩემთან. აჯექი. ჩემთან. ძალიან კარგი. ჩიტი აფრინდა. არა ერკვევა, მიცადე. დაბულია. ნინაც დადგა. დროზე მიდი. ინა, stop! ეხლა უნდა მივარდეს რა. ის სეკუნდირებაზე. მიუში. წინ. არა. მიდი დორ. მიდი. მოდი აქ. მოდი. წამოდი. წელს აკეთხარე სარყოფილო არა. აქ ქვედა მინდვრებში. დავიჯერ. აკეთხარეს ფრინველი ვერ შევიხონე რა. ხმები კი ისმის ალაგ-ალაგ, მაგრამ ფრინველს ვერ შევხვდი ჯერ რა. შეიძლება ის ორდღიანი ძალიან უხინალე კი რომ მოვიდა სადმე ბუჩქებშია და ბუნებრივია იქნება შეფარული შემალული, მაგრამ სანამ ეს ბალახი გაიზრდება აქ სიარული ღირს რა, შეიძლება ფრინველი შეიხოდოთ, იმიტომ რომ ხმები ისმის რა. კუთკუთი ისმის. ეს ბალახი მე ეს დიდი მაღალიაც არის. ძალიან მალე გაიზრდება, აქ სიარული ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. როგორ? სად იდგა ნაბულზე? მაღალ ჩალებში ხო? არა, მოფისათი. ორი წალი ამოიყვანა? საით გადავიდნენ? ამდენი ხანი მომდა, იქით დავაკვირდი. აი პურის ჯეჯილის ბოლოს. ეცადა გამოკიდება. კი, გაიცია და კუთოკი. შვენიერი, ნელინა მიეჩვევა. ნაბულია. გაურბის. ვა. აკეთ. ოტრიალდი. ბადინინა. უკვე. თან, აგე, არა. მოდი აზურ, მოდი. ოი ჩავდო, ჩქარა მიდი. აუს. Stop. Stop. Ew. Stop. აი იცი. აი არ უნდა იმაზე არ უნდა შეშინდეს, ეს უნდა მივარდეს ფინველს რა, ანა. აი რომ მივარდება, მერე უნდა მოკაჩ. თორე შეიძლება ეს მივარდნა დააკავშიროს მერე მაგ ცუდ იმასთან რა. ხელი გეტყვია, ხო? კიდე ყალყალ.
Stop, Nina. Stop. Koziga, stop. Okay. ცოტა ისე ჩიტებზე რეაგირებს რა. არა უშვს რა, მეორე თუ მესამე გამოყვანა. თავარია თვალით არ იმაშვებოდეს რა. თვალით არ უკეთებდეს მაგ ჩიტებს ნამ. ვა, მაგარს მიყვება რაღაც. არა, მოიხსნა. სამ. যাও, მიდი. რას მიყვები ამდენი? ორა. აურა. საშინელი სასიარულოა. იპოვე. კედანა აქ მიავე. მიდი. ასუყო დარბი წინ. წინ. მიდი. ალღა უეჯო. ამდენი ხანია დაყვება. Stop! Stop! წერი ყოფილა და სვე მოდი ხოჭო. სველი როა ნა მოდია. ა? აი ეგ ხო სველი როა არ ფრინდება თან. აქ ჩარა მისვა. რანაირად გამო გაქცევის შანსი არა. არ წაიქცევს ინა. და თანიავი იქედან აქ რა. ინა stop. Stop. Amagrad gana. Ez doğru sokma. Hadi. Ara miuş. Miuş, hadi. Hadi. Stop. Stop. Hadi. Agay dadashi, tam kari ikha. Ay akad moy. Ay kargat minis dore ახლა უნდა იყნოსოს აგე. ეგარი. ეგარი. ნინა მოდი. Stop. Stop! Ხოჭა. წამონი, ვენი, წამ. წამოაბა ის გადამჯდარიც ნახოთ. გაჩერება გვინდა რა ამპონელი ძაღლი. გაჩერება გვინდა ამპონელი ძაღლი. იდი. აგე, ამანა, stop! ეს იყო, ის იდგას, ხო? Tam აი ეს ძლივს ფრინდება იმ ხელა წამონი გადაიდორა ოღე დავინა Stop. აქედან აქ ხარიანძო
და თავით ელა იუში Hidi. 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 აი გამოდი ინა stop stop okay იდე ყალღა წანებას რატო არ აძლევს სტოპს თავძახე დღეისათვის სულ ეს იყო ნორმაზე მეტი ვიარეთ მაგრამ მაგის საშუალებას მე მაძლევს ჩემი ძაღლის გამოცდილება ვიარეთ დაახლოებით საათ ნახევარი საათი და 20 წუთი მინიმუმ მაგრამ ეს არ არნიშნავს იმას, რომ საგეში ახალგაზრდა ლიკვიძაღლებიც მაგდენი ვატაროთ აუცილებლად, რომ უნდა შევზღუდოთ დაახლოებით 35-40 წუთამდე პირობას გააჩნია რა, როგორი მინდორი დაგვხდება და რა მინდორში შევალთ. ეხლა ამ პირობებში, სადაც ამხელა ბალახია, სადაც ახალგაზრდა ლეკმა თავისი სტილი უნდა აჩვენოს, თავისი მაქსიმუმ უნდა გამოავლინოს, მაგდენი ხანი ტარება არღის 35-30-40 წუთი რა. რამდენ ფრინველსაც შეიხვედრებთ, ერთ შეიხვედრებთ, საკმარისია, ორ შეიხვედრებთ, საკმარისია. თუ მე შეიხვედრებთ, კიდევ უკეთესია, თუ ვერ შეიხვედრებთ, არც ეგ არაა პრობლემა რა. ნელ-ნელა მასიურად უკვე რა შემოვა ფრინველი უკვე მერე გექნებათ ხშირი შეხვედრა. ფრინველთან ასე რომ ეგ საგანგაშო არ არის რა. რაც შეეხება დღეს ჩვენანდელ მუშაობას, ანზორს ჰქონდა კონკრეტული მიზანი, რომ ამოფრენილ ფრინველს არ გამოიკიდოს. ფრინველი ნახეთ, მინამაც ნახა, დორამაც ნახა და ნელ-ნელა ვავარჯიშებთ აი ესე თოკის მეშვეობით, რომ არ გამოიკიდოს. მაგრამ ეს არ არის ის ერთადერთი და ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც შეიძლება ძაღლი გავაჩეროთ ამოფრენილი ფრინველის გამოკიდებაზე. ამის გარდა კიდევ ჭირდება სხვა მუშაობები, სხვა ვარჯიშები, ესე ვთქვათ, რომელიც აუცილებელია რა. ზოგი ფიქრობს, რომ აი ელექტროსაყელო შეაბავს, დენს დაარტყამს და ტოპიქვე გააჩერებს. კი, არის ძალიან ბევრი ფაქტები, მაგრამ იმ ელექტროდენის დარტყმის ცოდნა უნდა დარტყმას და რა შეიძლება ისე დროს დავარტყათ ეს დენი, რომ ბევრი კარგი თვისება მოუკლა ძაღლს. იგივე ტოლვა, იგივე მიტანება, რაღაცაზე შეიძლება დავაშენოთ, მაგრამ ყველაზე კარგი ეფექტი არის მანამდე ვარჯიში მიყვანა იმ დონემდე, რომ ცოტა ეგბრძანება უნდა გაუჭინოთ თავში რა. და მერე მინდორში ნელა ფრინველთან უნდა დავაკავშიროთ. ნახოთ ანზორს როგორ გამოუვა ეს მეთოდი ამზადებს. ძაღლს საველე გამოცდისთვის კიდე მეც რჩევები მივეცი სახში დამატებით რა უნდა ავარჯიშოს, რომ მარტო ამ მინდორში თოგზე არ იყოს დამოკიდებული. მერე ესეთი რაღაც ხდება, რომ ეჩვევიან ამ თოგსაც, ამ შეიძლება დენსაც მიეჩვიონ, ან ისეთი პოზა შეუჩიონ ამ ელექტროსაყელოს, რომ მაინც გამოეკიდონ. ამიტომ ჯობია წვნის პროცესში ვასწავლოთ ეგ ფრინველზე არ გამოკიდება. რა სიტყვი ანზო რავა? როგორი კმაყოფილი? როგორ? უნებაში გასვლა ყოველს კმაყოფილი ვარ და პლუს კიდე პრინციპი შეხვდება და მეგობრებს ერთად კიდე ბევრად უკეთესია. ყველას წარმატებები და ბედნიერი სეზონი.
მალე მოვა ბიჭებო, მალე და აღარ დარჩა. აღარ დარჩა. ამიტომ ზაღლები უნდა ყავდეს მაქსიმალურად ფორმაში. ფორმაში. ეს ამას გავაკეთებ ფორმაში.